კიდევ პირველი ჩემი ფინანსთა მინისტრობა ქვეყანას არ ჰქონდა ამ ვალის გადახდის საშუალება და შესაბამისად ის რისი გადახდის საშუალება ქვეყანას არ აქვს, ის ბიუჯეტში არ უნდა იყოს. მე არ ვაპირებ ტყუილებით ცხოვრებას, არც მაშინ ვაპირებდი და არც ახლა არ ვაპირებ პოლიტიკაში ტყუილებით მოbrunებას. ის რისი საშუალებაც ქვეყანას არ აქვს, ქვეყანა ვერ გააკეთებს. ეს არის მარტივი აქსიომა. თუ ამის საშუალება ოდესმე ქვეყანას ექნება, ამ საკითხს მიუბრუნდება კიდეც. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც დღეს იტყვის, რომ ხვალ გექნება $100 პენსია და მერე ხვალ იტყვის, რომ ეს $100 პენსია სინამდვილეში 5 წლის მერე გექნება, როდესაც ვამბობ, რომ ეს იქნება ხვალ, ესე იგი ეს იქნება ხვალ. როდესაც მე ვამბობ, რომ ამ საკითხზე პასუხი დღეს არ არის, შესაბამისად ამ საკითხზე პასუხი მართლაც არ არის. ახლა საძორო ბატონო წასული საქმეა კომუნისტების ვალი ავტომატურად გადმოდის შემდეგ ხელისუფლებაზე მაგრამ რაღაცა დოზით კომპენსაცია გაგვეკეთებინა 4000 მენაშენე იყო არა 4000 კი არა ეს ვალი არის კოოპერატიული და ინდივიდუალური ბინადრჩენებლობების ეს სამსი სადღაც დაახლოებით $180 მილიონი ოდენობის დავალიანება ამის გარდა სახელმწიფომ შიდავალში აიღო და რეალურად ფორმალურად 90-იან წლების დასაწყისში ანაბრები და ანაბრების ოდენობა მაშინ ნომინალში თუ ვიტყვით სადღაც დაახლოებით 20-25 მილიარდი დოლარი იყო და მთელი ჩვენი დღევანდელი ეკონომიკა სულ 11 მილიარდი დოლარია ამიტომ ეს ყველაფერი მოხდა 90-იან წლების დასაწყისში ტყუილებით, ტყუილი შეპირებებით და მე ჩემს ხალხთან ტყუილებით საუბარს არ ვაპირებ. მე ვამბობ კონკრეტულად ამის გაკეთება არის შესაძლებელი, ამის გაკეთება შესაძლებელი არ არის მომავალშიც ასე იქნება. ბალტიამ რაქნა ამ მიმართულებით. არ ვიცი ახლა ბალტიამ რაქნა, იქ კრიზისი ისეთი ღრმა არ იყო ეს პირველ რიგში და მეორე ბუნებრივია არავის არც ერთ ქვეყანაში პასუხისმგებლობა არ აუღია ვთქვათ ნომინალ დაკარგულ დევალვირებულ ფულად თანხებზე. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული კონკრეტულად, ეს თანხები შიდავალშია, თუ ამის საშუალება იქნება, მაშინ ამაზე იქნება საუბარი, თუ არ იქნება ამის საშუალება, ამაზე საუბარიც ვერ იქნება. ჩვენ დღეს მაგ თემაზე საფიქრებლად საერთოდ შეიძლება დრო არ გქონდეს, იმიტომ რომ ქვეყანა ჩვენს თვალწინ ინგრევა, 150,000 ადამიანი, რომელმაც სამუშაო მიიღო ამ ბოლო პერიოდში კარგავს ჩვენ თვალწინ სამუშაო ადგილს, ჩვენ გადასარჩენი გვაქვს ახლა არა ვთქვათ დასაბრუნებელი გვაქვს არა ძველი ვალები, არამედ გადასარჩენი გვაქვს დღევანდელი სიტუაცია, რომ ახალი ვალები არ დავიგროვოთ. ეკეთავხდებით. არა, პრობლემა მართლა საშინელება არის, საშინელება და ეკონომიკაში აი 500 მილიონი საწავიდა, აი შაშა ზაფხულში თქვენმა შემდგომმა პრემიერმა რომ ლონდონში იშოვათო სადღაც გაიტანა აუქციონზე მგონი ობლიგაციები. რაში წავიდა ის თანხა ეს რა არა, თუ ვილაპარაკებთ ეკონომიკაზე, თქვენ ამას ალბათ დეტალურად აკვირდებით, აპრილის შემოსავლები ვთქვათ გაირღვა 450,000 ლარი, თუ ეს 450,000 ლარი არაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის ის, რომ თუ გავაკეთებთ ვთქვათ ექსტრაპოლაციას წლის ბოლომდე, ჩვენ დავინახავთ, რომ ბიუჯეტს თუ ასე გაგრძელდა პროცესები და არა და კარგად ვიცით, რომ პროცესები მხოლოდ შეიძლება გაუარესდეს, წლის ბოლომდე ბიუჯეტს დააგდება 750 შესაძლებელია 750 მილიონი შესაძლებელია მილიარდი ლარიც, ამაზე მთავრობამ დღესვე უნდა იზრუნოს, სააკაშვილმა წელს 4 თვეში საქართველოს დააბრუნა უკან 2 წლით. ჩვენ დღეს გვაქვს ნომინალში იმდენივე შემოსავლები აპრილში, რაც ჰქონდა 2007 წლის აპრილში და როგორც ჩანს, ყოველი 2 თვე სააკაშვილისა იქნება თითო წელი უკან თითო წელი უკუსვლა და თუ ასე გაგრძელდა ეს პროცესები 2010 წლის დასაწყისისთვის, ჩვენ შეიძლება დავბრუნდეთ 2003 წლის მდგომარეობაში და ყველა იმ ადამიანმა და 180,000 ადამიანი დასაგდა დამატებით 2004 წლის შემდეგ ყველა მათგანი დაკარგავს ალბათ სამუშაოს და ჩვენი უმშევართა რაოდენობა კვლავ დაბრუნდება ძველ 2003 წლის ნიშნულთან. პრაქტიკულად ყველაფერი გვექნება თავიდან დასაწყეთ. საშინელი პროგნოზია, მოდი შე რეკლამაზე გავიდეთ ფოტოზურობ და რეკლამის შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი რეკლამაა ჩვენს ეთერში. მოგზაურთა კლუბი
ზღვა სასიამოვნო სიურპრიზები. ბატონო ჭაბური. დაუბრუნოთ ბავშვები ოჯახებს. აბაზურება ამ საბიუჯეტო ესე თქვა პრობლემატიკასთან დაკავშირებით არ შემეძლია არ შემოგთავაზოთ საუბარი 40-40-40-ზე. ას უცნაური ინოვაცია ჩაგვიტარა სააკაშვილმა პათოფში, თქვენ იქაური ხართ და ალბათ დეტალებში იცით ყველაფერი. სად გახსენდა ამგვარად მეორე საოპერო შენობის აშენება თან 40 სიგრძით, 40 სიგანი და 40 სიმაღლე. აი გახსოვთ ალბათ იქ საზაფხულო თეატრი რო იყო იმ ადგილას. რა ოპერება? საერთოდ ოპერები არის ავტოკრატების და დიქტატორების დაავადება. ადამიანს თუნდაც ქვეყანას ვერ მართავს და პრობლემებს ვერ აგვარებს, ეგრევე იწყებს ოპერის მშენებლობას. თურქეთშიც მასა ოპერა აშენეს. ყველა მე არ მინდა სხვა ქვეყნებზე საუბარი, მაგრამ ყველა დიქტატორმა და ყველა ავტოკრატმა საბოლოო ჯამში ყველა მათგანი მიადგა ოპერის ასაშენებლად. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ შენობები, მათ შორის ოპერის შენობები, პრეზიდენტის ასაშენებელი არ არის. ნებისმიერ შენობას, მათ შორის ოპერის შენობას აშენებს ეკონომიკა და არა პრეზიდენტი. ჩვენ კარგად ვიცით, რომ დღეს აჭარას ოპერისთვის რეალურად არ სცხელა. ბევრად უფრო მეტი პრობლემები აქვს დღეს ჩვენს ქვეყანას, აჭარასაც. მე მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ სააკაშვილი ბუნებრივია არ იქნება პრეზიდენტი ძალიან მალე და არც ბათუმში ოპერა არ აშენდება, იმიტომ რომ ჩვენ ბევრად უფრო მეტი პრობლემები გვაქვს და ეს დიქტატორის, ასე ვთქვათ, თვისებები, ავტოკრატის თვისებები სააკაშვილმა ჯობია რომ მოიშალოს. რა ვიცი, იქ დუმბაძე ყავთ ბათუმში და ისეთი აქტიური და ესეთი ადამიანი მან გაისახნა, გამოიძიება ჩაატარა და საოცარი ციფრები დაიდო. თურმე მთლიანად 9 მილიონი ყოფილა გამოყოფილი ბათუმის ბიუჯეტში. საზაფხულო თეატრის აპირებდა და უცბად მოიფიქრა, აი სპონტანურად გადაწყვეტილა და ოპერა უნდა ავაშენო და არა თეატრი და 55 მილიონი არის და 100 ტენდერი ჩატარებულა. არაფერი და თანი განცხადები იყო სოფლიოში მსგავსი ხა. ყველაზე დიდი საოპერო თეატრი მე მგონი მასში არის, რა ქვია, სიდნეიში და რას ვეჭიბრებით სიდნეის ავსტრალია ერთ-ერთი უძლიერესი ინდუსტრიული ავსტრალიის ეკონომიკა არის სადღაც დაახლოებით $50,000 ერთ წულზე. ჩვენი ეკონომიკა არის $2,500 ერთ წულზე. თუ სააკაშვილი წლის ბოლომდე პრეზიდენტი დარჩა, შეიძლება $2,000-ზე ჩამოვიდეს ჩვენი ეკონომიკა, შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს, გააჩნია რას მოახერხებს ეს კაცი ამასობაში. ჩვენ რეალურად საოპეროთ ნამდვილად არ ვცხელა და საერთოდ ბათუმს ამ კაცმა თავი დაანებოს ჯობია და დავანებებინებთ აუცილებლად მას ბათუმს. არა, დაანებებინებს 300 კაციანი ფურმარელი უკეთებ ახშამის. ფურმარელზე და რაღაცებზე მე არ ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ რა უნდა იყოს საქართველოს და აჭარის მომავალი, თორემ ახლა თქვათ სანამ პრეზიდენტია ჯერ იაროს იქნება. არა, იაროს კარგება, ახლა 300 კაციან ახშამს რო აწყობს პრეზიდენტი, აი ამ ოპერის